მოგესალმებით. ეს გადაცემა ხედვა. მე კი მისი წამყვანი ჟუკიანა ფოფხაძე გახლავართ. დღევანდელი ჩემი სტუმარია კარატისტი თეკლა რუხაძე. მოგესალმებით თეკლა. მოგესალმებით. თეკლა, გვესაუბრე შენს შესახებ, რამ გამოიწვია კარატით დაინტერესება? ჩემში კარატით დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ დედაჩემი სტადიოდა ადრე და ხშირად მელაპარაკებოდა ამ სპორტზე. და დაინტერესდი. პირველად რა ტურნირში მიიღე მონაწილეობა და რა ემოცია ჰქონდა? მე ვიყავი 9 წლის, ძალიან ნერვიულობდი პირველად რომ გავედი, მაგრამ რომ მორჩა შეჯიბრი, მივხვდი რომ არაფერი არ იყო სანერვიულო და რომ გამარჯვე ძალიან გამიხარდა. ბოლოს რა ტურნირში მიიღე მონაწილეობა, რა შედეგით დასრულდა და რა ემოცია იყო? ბოლოს ვიყავი რუმინეთში, საერთაშორისო ჩემპიონატზე და იქ ავიღე მეორე ადგილი და ძალიან გამიხარდა. რა არის შენი მიზანი? საბოლოოდ რომ აპირებ რომ კარატეს ისევ გაყვე თუ ინტერესდები სხვა სპორტის სახეობითაც? მინდა რომ კარატეს გავყვე ბოლომდე და იაპონიაში წავიდე და ჩავაბარო შავქამარზე და გავხდე კარატის მასწავლებელი. ძალიან სასიამოვნო. რომელ სკოლაში სწავლობ? ნომერ 11 საჯარო სკოლაში. და აი რა მაინტერესებს, იცი რა რჩევას მიცემ იმ ბავშვებს, იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა აპირებს რომ კარატით დაინტერესდეს? რომ დაკავდნენ ამ სპორტით, რადგან ძალიან გამოადგება ცხოვრებაში. ვინ არის შენი მწვრთნელი? მიშა ქანთარი. და როგორ დაგვიხასიათებ შენს მწვრთნელს? ის სულ გვერდით მიდგას შეჯიბრზე და ძალიან ცდილობს, რომ სულ წარმატებულები ვიყოთ და გვავარჯიშებს კარგად. შენთვის რას ნიშნავს საქართველო და იყო თუ არა დიდი პასუხისმგებლობა, როცა საქართველოს სახელით ასპარეზობდი, თუნდაც რუმინეთში? საქართველო არის ჩემი სამშობლო და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, როდესაც საქართველოს სახელით მონაწილეობდი სხვადასხვა ვიღებდი მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრზე. საზღვარგარეთ. მაინტერესებს დედას რა რეაქცია ჰქონდა? დედასაც რა თქმა უნდა ძალიან უხაროდა, როდესაც შეჯიბრებებში ვიღებდი სხვადასხვა საპრიზო ადგილს. ახლას! Yes. არის. მიდი თეკლა გააგზელე, კაია. მიდი, კარგია. კარგია თეკლა. მიდი, შენია, მიდი. მიდი თეკლა, შენია. მიდი ახლას. არის. ოჩახ. მეტროჯან. არის. მეორე ტური ჩვენია. თეკლა რუხაძე победитель. სამომავლო გეგმები რა გაქვს? ჩემ სამომავლო გეგმებია, რომ წავიდე იაპონიაში, მივიღო იქ შეჯიბრზე მონაწილეობა და ძალიან გახარებული დავჩები, თუ მართლაც წავალ და მივიღე მონაწილეობას. რომელი სპორტის სახეობა, რომელიც კარატის შემდეგ ძალიან გიზიდავს? მოგწონს და თუნდაც დაეუფლებოდი? ალბათ ფეხბურთი. ქონია შემთხვევა რომ გითამაშია? კი. და ალბათ საკმაოდ კარგადაც გამოდის. კი. თუ უყურებდი თეკლა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში და ვიცი რომ საქართველოს ქომაგობდი. კიდევ ვისი ქომაგი იყავი საქართველოს გარდა? ალბათ საქართველოს ერთი და უკრაინა მეორე. მითხარი შენთვის ყველაზე საყვარელი სპორტსმენები? ფეხბურთიდან თუ ნებისმიერი სპორტის სახეობიდან თან დაგვისახელე რომელ სპორტის სახეობაში ვინ არის შენთვის ყველაზე საყვარელი?
ჩემი საყვარელი სპორტსმენები ფეხბურთიდან არის გიორგი ჩაკვეტაძე და კარატიდან აჭარის კარატის კლუბიდან არის მგელაძე, მსხილაძე, როგორც არის ჩემი წვრთნელი ცნობილი და აქვს სხვადასხვა კამარზე ჩაბარებული, აქვს მსოფლიო შემოვლილი, ისეთივე წარმატებული მინდა გამოვიდნეს და დამსგავსო ჩემი წვრთნელს. რომელ სკოლაში სწავლობ და ვინ არის შენი დამლიგებელი? მე ვსწავლობ მე-11 საჯარო სკოლაში და ჩემი დამლიგებელი არის მაკა გილინიშვილი. როგორ დაგვიხასიათებ მაკა მასწავლებლს? ძალიან კარგი მასწავლებელია, სულ გვერდით გვერდში გვიდგას და სულ მინდა რომ კარგი გამოვიდეთ. თეკლა გისურვებ წარმატებებს, აქსულებოდეს ყველა შენი ჩანაფიქრი და სურვილი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ასევე მადლობა თქვენს მოწვევისთვის და ფასებისთვის და იმედია გამოვასწრებ თქვენს იმედებს, ვასახელებ ჩემს ქალაქს, მშობლებს, სკოლას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემთვის კარგი უნდა და კარგი ვხარი. დიდი მადლობა. მადლობა თეკლა შენ. კარგად გრძანდებოდეთ.